ორშაბათს X Factor-ს უყურა 1.5 მილიონ ადამიანი. ანუ რას ნიშნავს ეს? ხალხის ეს რაოდენობა 15.8 ჯერ შეავსებდა კამპ ნოუ სტადიონს. და 125 ჯერ ქუთაისის ტორპედო სტადიონს. ამ რაოდენობის ხალხის ცოცხალი ჯაჭვი ორჯერ გადაიჭიმებოდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. თუ კვადრატულ მეტრზე ეტება 4 კაცი, ხოლო თავისუფლების მოედნის ფართობი არის 9365.63 კვადრატული მეტრი, ეს რაოდენობა ეყოფოდა 40 პოლიტიკურ აქციას. ამ ხალხით გადავიხდიდით 4285.7 კაციან ქორწილს. თუ ქორწილში დამსწრე საზოგადოების თითო წარმომადგენელი როგორც ვამბობ 3 ლიტრ ღვინოს დალებდა, ღვინის რაოდენობა 450 სახანძრო მანქანას შეავსებდა. დაულოცავ ბატონ თამადასა ბატონ მეფეს და ხალბატონ თამადას ისა ბოდიშით კაცო. თუ კარგი ქორწილებია და ხინკალიც არის ჩათქმით, ხოლო თითო ხინკალი ძირიდან კუჭამდე 5 სანტიმეტრია და თითო კაცი საშუალოდ 5 ხინკალს მიირთმევს, ანუ საშუალოდ 25 სანტიმეტр ხინკალს, მაშინ ამ ხინკლების სიმაღლე მყინვარწვერის სიმაღლეს 74.3 ჯერ აჭარბებს. დღეს ჩვენ კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. მოემზადეთ. X Factor-ი იწყება. წინა ორშაბათს ჩვენ უკვე ვიპოვეთ X Factor-ი. გამორჩეული გოგოები და ბიჭები. და სრულიად ახალი კატეგორიების სრულიად ახალი სახეები. დღეს მეორე კასტინგია. კონკურსანტების რაოდენობა კიდევ უფრო იმატებს. ეს X Factor-ია. გარეთ გრძელი რიგია. დარბაზით შეიცო. ჟიური ადგილზეა და პირველი მომღერლის გამოჩენას ელოდება. ვნახოთ რა გველოდება დღეს. მეორე კასტინგს დიმა კობეშავიძე დაიწყებს. პოპულარული მამის ჯერ უცნობი შვილი. მე ვარ დიმა კობეშავიძე, 22 წლის თბილისიდან. ყავს მუსიკალური ოჯახი. მამაჩემი იყო საკმაოდ პოპულარული თავის დროზე. მამაცენაზე რო უყურებდი თვითონ როგორც სიცეო და საერთოდ უკომპლექსო იყო თავის ცეკვიანა ყველაფრიანა. მე წყალს მინდა და რაღაცა აი ამგვარი გამეკეთებინა. მა გაიბორციშია. მა. არა, იცი რა კენი დაგარიგე. მოგიდა ხურსაღოც. ეუჟე რო აკეთებ. სპირო აი მოვიდა დრო რომ გამოჩნდა მეც გავაკეთე რამე ახალი. კიდე ეხა დავაწყვალდი. გეიცი არ გაგიჭირდება. გამარჯობა დიმა. ვიცნობ ანდრე? კი, ვიცნობ. მე გამეცანით მაშინ. დიმა კობეშავიძე თბილისიდან 22 წლის. რას გიმღერებ დიმა? დღეს გიმღერებთ Commitments-ის Mustang Sally. დაიწყო. Mustang Sally. Hey, guess you better slow your Mustang down. Come on, we're gonna go. Mustang Sally, no baby. Hey, well, guess you better slow your Mustang down, 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 down. Come on, I got you. Shooting right all over town. Yeah, yeah. Oh, you
Guess you gotta put a feather feet on the ground. What's singing it up? Come on, let's do it. Yeah, 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 yeah. Why don't they sell these mornings? I'm gonna weep the sweep no eyes. Must take sail, yeah, 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 yeah. მე კი მომეწონა და ანრიჯის როგორ მოეწონება არის. პირველი რაც მინდა გითხრა რომ ძალიან გაზრდილი ხარ როგორც მომღერალი. მარტო როგორც მომღერალი კი არა, ფიზიკურადაც გაზრდილი ხარ, ანრის გავხარ უკვე. რა, ეხლა გაგაფრთხილე. ვერ მოვითმინე, ვერ შევიკავე თავი. აი ხო გაგაფრთხილე რომ არ დამკაცრო თქო. დაკაწრე საპასუხო. არა, ჯერ დავინდო. დიმას კიდე თუ არ მიწყენს, წავიდეთ ერთად დავსკდეთ დიეტაზე. არ არის პრობლემა. მარე ვაიტით ძიმე იყო, მაგრამ ღეროდა იყო, ვერა გაახურა. რა გინდა ამ წონას რა გადაეკიდე კაცო წონა არაფერ შუაში არა მართლა ამ ძიმებს. არაფერს არ ამძიმებს ჩაიღუნა სცენა ვერ ხედა? გაწმავროდი იყო ნაკლები წონის. გაჩერდით ახლა წონის თემებთან დაკავშირებული კომპლექსები მე მკითხეთ და ო კარგი მეც მქონდა ეს კომპლექსები არ აუშავს 2 კვირაში 5 კილო დავიკელი ასე რომ არ აუშავს მე გასწავლი დიეტას ელა ფიჯერალდიც არ იყო ძალიან ტანწერცა და შეიძლება ასე მე დავიწყებ მოდი შეფასებას კი არა და პირდაპირ გადავალ საქმეზე და ვამბობ კის კი ჩემგანი რა თქმა უნდა მე რა თქმა უნდა გეუბნები ის და რა თქმა უნდა ჩემი მძიმე წონით კატეგორიაში კი დილოცა შენ 4 მადლობა კაიგოთო კასტინგის პირველივე მონაწილეს 4 ყველაზე მეტად ეს ამბავი დიმას ემოციურ გულშემატკივარს მამას უხარია დიმა შენაცებადი ვარ მე აქცევადი შემაგირა აი გამოსული კარგად ღერის კარგად ღერის რემს აკეთებს სულ ცოტა ხანში თქვენ ნახავთ ვინაა ცეკვა მთელი დარბაზი და ჟიურის წევრი გოგოები მანამდე კი დღე გრძელდება X Factor-ში ქუთაისელი კომპოზიტორი რამდენიმე ათეული სიმღერის ავტორი ზვიად მუსელიანი მოვიდა როგორც ამბობს რისკზე მიდის მე ვარ ქუთაისიდან ზვიად მუსელიანი 51 წლის რატომ მოვედი X Factor-ში X Factor-ი ჩემთვის არის risk factor-ი ან გამოვალ კარგად ან გამოვალ ისე რომ არ აუშავს ხო თუ არ არის პროფესიონალი მომღერალი ან რაღაცა ბექგრაუნდი არ აქვს სცენაზე შესრულებაში მალე გავა კი მალე იქნება ჩაერიქა მაშინ ყოველთვის risk factor-ია დაგიძახებე კი მალე იქნება თუ დაგიძახებ იმიტომ რომ რისკავ ხო შეიძლება ვერ იმღერო ისე ხმა ჩაგეხლიჭოს რაღაცა და ვიღაცას მეરે გაეცინება წავეცით ახლა სცენაზე ხო გადაცემის სახელი არის მომხიბვლელი X Factor-ი ანუ რაღაც უცხო შემსრულებელი უნდა გამოჩნდეს ამიტომაც ავთვალე რომ მე საზოგადოებისთვის უცნობი ვარ და შეიძლება გამიცდეს შანსი რომ გავხდე ცნობილი მოგესალმებით გამარჯობა გამარჯობა გაგვეცანი ზვიად მუსელიანი ქუთაისიდან 51 წლის ზვიად ეს სათვალე იმიჯია რამე განსაკუთრებული დანიშნულება აქვს თუ ანრის დანახვა არ გინდა და იმიტომ ყველას ხედავთ კარგად ძალიან ლამაზები ხართ ადი კარგი რა შეგიმღერებ მე შეგისრულებ საკუთარ სიმღერას ბევრი სიმღერა გაქვს რამდენიმე ათეული აი რამდენი ათეული 3 4 5 ეს ახალი სიმღერაა თუ ძველი დღეს რასაც გვიმღერებ ეს რამდენიმე წლის წინ არის დაწერილი აგვისტოს თვეში აგვისტოს პირველ რიცხვებში ძალიან მაგარი სიცხერო იყო აქედან გამომდინარე სიმღერას ეწოდება 40 გრადუსი ანუ ღრუბლებზე უფრო მაღლა კარგი გისმენთ 40 გრადუსზე მეტია კიდევ აიწევს მაღლა საქმე არ მაქვს მაგრამ თუ რამეს ვაკეთებ სულ ადვილია დაღლა წყალმაც წაიღოს წიგნები
კომპიუტერი და სწავლა წავამთაში და გრილად ვიქნები ღრუბლებზე უფრო მაღლა მინდა ვისრულო ოცნება და ფიქრები ქალაქელი მეცხვარე ვიქნები შემოძახებ გაბნეულ ფარას ჰეი ჰეი ჰაი 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 თეთრიც ხენით დავეშვებით მთებიდან ჭიხვივით გადავევლებით ხევებს მზე თუ ნახავი მოვტაცედევებს ჰეი ჰეი ჰაი 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 ცოტა რამში გააჩერე გაფიქრი რომ გააჩერე აი თვითონ დაწერე ბადო დროზე გაჩერდი ზვიად, აი ცოტაც გვაკლდა რომ არ გაგვეჩერებინე. ნუ ეხლა მე კი მესმის რატომ გამდენი სიმღერა დაწერილი. აი სადმე არ ვიცი, სადმე თუ არსებობს მუსიკალური ჯოჯოხეთი 40 გრადუსი არ გამკმარებენ შენ. მინიმუმ 340 გრადუსი იქნება. კარგი. ხაზობა. მე მიკვირს საერთოდ როგორ შეიძლება ასეთ კომენტარზე მადლობა გადაუხადო ადამიანს. პირდაპირ ჯოჯოხეთში გაგიშვა. პირდაპირ თქვა, რასაც ფიქრობდა და იმიტომ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენც უნდა გამოხატოთ პირდაპირ იმას, რასაც ფიქრობთ მის კომენტარზე. მე კომენტარი არ მაქვს. ნუ რა თქმა უნდა, გაბუნიას რო შეხედავ no comment-ის სიფათი აქვს, მაგრამ მაინც. მადლობა. აჰა, კიდე მადლობა. რა გავაკეთე? აბა რა თქვა? რასაც ფიქრობ? კაი, რა იყო მადლობა, არავის არასდროს უკავს თუ რატომ იყო? არა, გადასარევია პირიქით. მე ეგ მომწონს თქვენში, რომ ძალიან თავშეკავებული ადამიანები ბრძანდებით და ზრდილობიანი. რას მიახტი? არა, სად დამენახე რომ მივახტი? რას ნიშნავს მივახტი? გაბუნი არ მიახტა და მე რატომ მივახტებ? კარგი, მაშინ დავიწყოთ მოდი შეფასება, ანრი. არა. მეც ვამბობ არას. ზვიად არა. არა. ზვიად, მადლობა რომ მოხვედი, მაგრამ არა, შენ გაქვს 4 არა. Ciao bambino, sorry. Ciao bambino, sorry. 4 არა. ზვიადის რისკმა არ გაამართლა. მადლობა. კარგია. თუმცა ამის გამო საერთოდ არ გაბრაზებულა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჟიურის ასეთი კრიტიკული შეფასებისთვის. ოჰო, როგორი სიმპათიური ბიჭი დგას გარეთ. როგორც იტყვიან, ნამდვილი ლამბერსექსუალი. მე ვარ ჯეიმს ულფი 23 წლის თბილისიდან. გოგონებო, ეჭვი მაქვს ფავორიტი გამოგიჩნდათ. ჯეიმს ულფი არ არის ჩემი ნამდვილი სახელი, ეს უფრო ფსევდონიმია მუსიკალური და ვფიქრობ, რომ ეს სახელი გამოხატავს ყველაზე კარგად ჩემს თავს მუსიკაში. მუსიკა სულ იყო ჩემ ცხოვრებაში, უბრალოდ დაახლოებით 14-15 წელს ვიყავი, როცა პირველი გიტარა მაჩუქეს და მაშინ მთლიანად გადავარდი ამ სფეროში, დავიწყე სხვადასხვა ინსტრუმენტების შესწავლა, ჩემი სიმღერების წერა. რაღაცაზე უარი ვთქვი მუსიკის გამო. ერთ-ერთი მომენტი იყო, როცა ცურვასა და მუსიკას შორის მომიწია ეს ძალიან დიდი ხანი ვცურავდი საქართველოს ნაკრებში და ძალიან ძნელი იყო ამ ნაბიჯის გარკვევა, მაგრამ ავირჩიე მუსიკა, იმიტომ რომ ჩემი თავი უფრო აქ ვიპოვე და არა რომელიმე სხვა სფეროში. თამთა მიაქციე ყურადღება. ბეჭ მაგას. სტუმარს. როგორ ახარ? მაგრეთ თქვენ? არა გვიშავს რა. რა ქვია? ჯეიმს ულფი. რაო? ეს ჯეიმს? მუსიკალური ფსევდონიმია. ჯეიმს ულფი. აჰა, გელკაცა.
ჯეიმს, როცა მზად იქნები დაიწყე. ეს არის Nirvana Smells Like Teen Spirit-ის ჩემი ვერსია. With the lights out, it's less danger. Here we are now, and it's saying us. I feel stupid and contagious. Here we are now, and it's saying us. Hello, 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 hello. With the lights out, it's less danger. Here we are now, and it's saying us. Yeah. ჯეიმს, Oh. უფ, კარგი იყავი. კარგი ხარ და კარგი იქნები. ეგზოტიკური ხარ, რა ძალიან მომწონს. არ არის ეგზოტიკური, რაღაცნაირი. ან საინტერესო გარეგნობის და ისე ველოდებოდი, ისე მინდოდა რომ კარგად ემღერა და აი ყველაფერი თან იქ რაღაც ხო, მაღლებში. აუ, უფ, კაი. მონუსხული ვარ ბოლომდე და აი ბოლომდე ვარ. გოგოებს რა უხენი, რა ვიცი, რა ვიცი. ჯეიმს. დაიწყე. რა თქმა უნდა კი. მილიონი პროცენტით კი, რა თქმა უნდა. ამათ ფონზე ჩემი კი სადღა გამოჩნდება, მაგრამ რა თქმა უნდა კი. ბევრი კი შენ. რამდენიც გინდა იმდენი კი, ჩემ გარი. თამთასთან ყოველთვის გექნება კი ნებისმიერ თემაზე. რატომ ესროლე? ესე მომიდე და შენ რომ ესროლე სიტყვები კაი იყო, მე პასტა გესროლე. რატო ამისთანა ბიჭ თუ უარს ეტყვი, აბა ვის ეტყვი იმას რა ქვია? კის. მაშინ საბერძნეთში პარაკალო, რო დაგირეკავე. და უთხარი საღაპო. გიო მიშვერნე. მე უბრალოდ მიგრძენი ეს ფლუიდები შენგან რომ მოგეწონა ბიჭო, ცუდია. შეინახე, ძალიან გთხოვ შენი გრძნობები შენ. ეხა არ გინდა ქალური სოლიდარობა აქ. როგორ არა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ბიჭი დაგჭათ უყურადღებო და აგახევენ, აქ იმდენი კაი გოგოა. ჯეიმს, შენ გაქვს 4 კი. დიდი მადლობა. ბრავო! 4 კი. ჯეიმსმა ერთი სიმღერით დაატყვევა გოგონები. როგორი თავდაჯერებული გადის. იცის ჯეიმსმა რომ შეუძლია. კარგი იყო. მომეწონა. მიხარია. კომენტარიც როგორი აქვს? კარგი შემდეგი. კასტინგი გრძელდება. ახლა დროა ბიჭები გავახაროთ. მხოლოდ ამ ფეხების ყურება რა დღეს? ნახე რა ფეხები გქონდა? თქვენი სახელი? ნათია. ნათია. საიდან ხარ ნათია? ქუთაისიდან წარმოშობ. ქუთათური გოგო, ნახე. როგორი ლამაზი გოგოა. ნათია, რა შეგვისურვა? ლასკეჭუპის ასერე ჰეს. ეგ სიმღერა ცოცხალია? ეხლა გაცოცხლდება. გისმენთ? Friday night party time, feeling glad you're looking fine. We need to go room day and
With the magic in his eye, checking every girl's eye, growing like it does the mambo. And he's a man only and disco playing, sexy feeling hot, he's the king balladoring for ragadanga. And the DJ said he knows a lot of parole with the round, the big Diego Mesta con la salsa. Y la baila, es que dances, y la canta. Hacer ha, Marto ეს არის? Ade. ვერ გამიგე სამია სხვადასხვანაირად ცეკვავს. აბა ეს მივხვდი სად არის? Ეხლა როგორ ახსოვს ისე? შო? მე ვერ გამიგე. არა, ესე იყო. რა. არა, სწორად აკეთებდი ერთ ადგილს. სწორად როგორ არის? რა. ბუს რო ამბობ უკვე ესე იყო, ეს უნდა იყოს. ვიცა, შენ რატო იცი პირად ეს ამბავი? რა საკარგო, ეს ჰიტი იყო, იცი როგორი მთელი ზაფხული ცეკვავდი. საფო თავის მეგობრებთან და ცეკვავდა. აბა რა. და მე რა ესე აკნევდნენ თეძოებს და იყო ერთი ამბავი. ე მარტო ბურო ყოფილიყო ხარვეზი რაღაც მჭირდა. ნაცია, მე პირველ რიგში ვერ გავარკვიე ქართულად მღეროდი თუ ესპანურად. არც ცეკვა არ მომეწონა და არა იმიტომ რომ ბუ იყო სხვანაირი, საერთოდ არ მახსოვს ბუ როგორი იყო, მაგრამ სასაცილო იყო. ეს ყველაფერი იყო სასაცილო და არ იყო სასიამოვნო. არ გაქვს ჯერ საკმარისად რაღაც ხო ხტები ეს რაც ჭირდება ზოგადად პოპ მომღერალს. თან სიმღერაც ისეთია. აი ესეთი. აი ესეთი თვითონაც იცის, კარგი იუმორი. აი თათურებს რო იუმორი აქვს კარგი. გიждები. ნათია, კარგი გაგვართე, გვაცეკვე. მაგრამ ამ სცენისთვის ჯერჯერობით მზად არ ხარ. მე ვამბობ არას. ნათია, მეც არას გეტყვი. მეც არა. კი. აი ამ ლამაზ ფეხებისთვის გეტყვი. ნათია სამი არა. მის ლამაზ ფეხებს ერთი კი ანრისგან. მაინც ვერ გავიგე. არა. მომდევნო კონკურსანტები დიდი ხანია უცდიან თავის რიგს. ჩვენ ვართ ძმები გულაშვილები, ირაკლი, თორნიკე, თბილისიდან. ეს ძმები ერთ დროს პოპულარულები იყვნენ და 13 წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნება გადაწყდეს. რა ძმები მოვიდნენ? შენ იცნობ ვინც არიან? ძმები გულაშვილები. საიდან იცნობ ანდრე? მათ შემოქმედებას მე მგონი ბევრი იცნობს, ვისაც არ ახსოვს, კლიპი ქონდათ მათ, ესე რაღაც სტეპს ცეკვავდნენ. ეს რამდენი წლის წინ იყო? 13 წლის წინ. We're single brothers, living in Chevy, living in Chevy. 13 წელი გავიდა ამის შემდეგ და აქტიურად ამენხანი არ გამოჩენიოთ, ანუ არ არის. აი გააკეთე ბოლო, იმაზე თუ ხალხი როგორ მიიღებს ამას, ხალხის შორის ნერვიულად საკმაოდ. აი აცქნება იქნება. აი, გაახსენდათ. 13 წლის მერე რა სიმღერე? 13 წლის მერე ვიმღერებთ იმას, რაც ვიმღერებთ 13 წლის წინ. რა მაგარია. აბა Checking is my heart whenever you are gone. You're my brother, all I know is you're the one who will be with me forevermore.
my heart. Sing it with the jazz gonna always got it down. Mad City is where we live. Welcome dancing, welcome ladies. We're singing brothers, we're singing brothers, singing and dancing just for fun. Hungry is like we live, begging out in the street, hoping for better days. Oh, we there should have it time. We're singing brothers, living in Chevy, living in Chevy. რაიმე როგორ მომეწონა? რომ გამოვიდნენ და რაღაცა რომ დაიწყეს. რაღაცა ცოტა ძველმოდურო მერე ისეთები ქნეს და იმდენად ყველაფერიას რაც დავინახე, იმდენად ახალიც იყო ძველთან ერთად. რატო იყო ძველი პიჯაკი ვისაც აცვია რა ისა? ilze maglaparaки ანდრე, ბევრი რაღაცებია გამოსული ამის შემდეგ. შენ ალბათ იქ ხარ ისევ დარჩენილი, მაგრამ ძალიან მაგრები ხარ. ძალიან გაგვახალისეთ. ოჩა. ანრი დატრიალდები შენ მსუბუქად სცენაზე? ნახე როგორ მსრიალებ. ასე მსუბუქად ვერა, მაგრამ ძიმედ დავტრიალდები და პირდაპირ დაგეცემი შენ. სავარაუდოდ. კარგი, მაშინ ჯობია იჯდე სადაც იხარ. დავიწყოთ შეფასება. მე ვამბობ კის. მეც ვამბობ კის. მე ორკის გეუბნებით. კი და კი. და მე კიდევ ორკის ჩამში რამდენი გამოდის? 6 კი გაქვთ თქვენ. ელოდებით შემდეგ ტურში. 6 კი ძმებს. ამ კიებს ძმურად გაიყოფენ. 3 ირაკლის, 3 თორნიკეს. ქიარულ და ნიჭიერ ძმებს მეორე ტურში შევხვდებით. მოდი. როგორ გადავედით და ამასობაში ერთი საინტერესო გოგოს ჯერი მოვიდა. ვარდინი ბრაკოძე 18 წლის თბილისიდან. რეპერი ნინი. ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი წარმატება და ყველაფერი რასაც გავაკეთებდი მომავალში ყოფილიყო მუსიკასთან დაკავშირებული. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა X Factor-ში მოსვლა. გამოსულსულდა. გამარჯობა. მარტო ხარ ნინი მოსული? არა, ძმასთან და მეგობრებთან ერთად. ძმა მე ვარ. ძმა. ძალიან კარგი, რაც გუმღერებთ, რა შეგვისრულეთ? Eminem's Real Slim Shady. გელოდებით. May I have your attention, please? You act like you never seen a white person before. Joe's on the floor like him, like Tommy just broke in the door. And Dr. Dre said, and up you it is Dr. Dre's dad. He's like I'm a baseman. The minutes women love them and them. Take a Slim Shady. I'm sick of them. Look at him walking around grabbing his you know what, flipping the you know who. Yeah, but it's so cute though. You probably gotta feel like I feel like I got to get it out. Woman, boy, your pantyhose, think the car was any goes. Yes, I'm the real Shady. Oh, you want the Slim Shadys are just the mindset. I want the real Slim Shady. Please stand up. Please stand up. Please stand up. Cause I'm Slim Shady. Yes, I'm the real Shady. Oh, you want the Slim Shadys are just the mindset. I want the real Slim Shady. Please stand up. Oh. We'll speak like an cousin is rap the sad records. Will I do so? Fuck him and fuck you too. You think I give it everybody like me and just might be the next best thing, but not quite me. Yes, I'm the real Shady. Oh, you want the Slim Shadys are just the mindset. I want the real Slim Shady. Please stand up. Please stand up. Please stand up. Cause I'm Slim Shady. Yes, I'm the real Shady. Oh, you want the Slim Shadys are just the mindset. Want the real Slim Shady. Please stand up. Yo. როდესაც რეპერები გამოდიან ხოლმე სცენაზე, ყოველთვის ეჭვმიჩნდება რამდენად შეძლებენ ისინი გაამდიდრონ თავიანთი რეპი იმითი, რომ იმღერონ კიდევაც და როგორც წესი ეს არ შეუძლიათ და ყოველთვის დახმარება ჭირდებათ ვიღაცის. ხარ. დაგვიმტკიცე რა შეგიძლია? შევძლებ. რას გვიმღერებ? Jesse J's Do It Like a Dude.
აბა შენიცი. Stomp, stomp, I've arrived. Drop the beat and that's the face while you're looking at me. Flying, 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 flying through the sky. In my spaceship, I'm an alien tonight. Dirty, 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 dirty sucker. You think I can get hot like you? I can do it like the brother, do it like a dude. Got my cross on my head, low like yo, boys. Come say what you wanna, boys. You need to lick my dollar, boys. Keep getting hands at the color, boys. Hey, I can do it like the brother, do it like it do. Do it like the Monday. Do it like the Monday. Do it like the mama. Do it like the Monday. Do it like a dude. Bravo! ნინი! გული გამიხარე. ისეთი მაგარი იყავი პირველად საშუალოთაც რო გემღერა, მაინც ძალიან მომეწონებოდი, მაგრამ ეს როგორ გვიმღერე? ძალიან მაგარი გოგო ხარ. თვითკულნესი ხარ, ამისი როგორ ძალიან კარგი. მე ვიტყოდი რომ ორივე მიმართულებით ერთნაირად მაგარი ხარ. რეპშიც ძალიან მაგარი ხარ და სიმღერაში საერთოდ გლეჯ ყველაფერს. მადლობა. ეს ის მომენტია, როცა აი რაღაცნაირად უნივერსალური ტალანტი გამოვიდა ჩვენს წინაშე, ხო ასე ყველაფერი აი იდეალურ მდგომარეობაში, ის რეჩიტატივი, ვოკალი, სუპერ. სუპერ შემოთავაზება, ფაქტობრივად 2-1-ში, ხო იცი, შამპუნი და კონდიციონერი თან მოყვება, როდესაც შენ გიყურებდი და გისმენდით, აი არაფერი არ გვაკლდა, ხო ასე იყო? არაფერი. არ გიჩნდება არანაირი მომენტი, რომ რაღაც კიდე მეტი მინდა. სუპერ შემოთავაზება ხარ, რომელსაც ჩვენ სიამოვნებით ვიღებთ. მადლობა. არ გითხრათ ჯერ არაფერი. აჩქარდა. სად მიდიოდი ახლა რომ მიდიოდი, მაინტერესებს სად მიდიოდი? სახლში. ვინ გიშვებს? სანამ წახვალ, ჩვენ ყველანი ერთად გეტყვით. 1 2 3 ეგრე კი არ დაკვეთე. ახლა დადი. ახლა თავისუფალი ვარ, მადლობა. გიგია გაიცე, კარგად. 4 კი. აი რას ნიშნავს ნამდვილი X ფაქტორი. გამოსდის ნინის, რეპიც და სიმღერაც. აი ასეთი მაგარი გოგოები გვყავს ჩვენ. ქარიზმატული ნინი ბრეგვაძე. ეს არის X ფაქტორის ახალი სეზონის აღმოჩენა. გოგოების კატეგორიის ერთ-ერთი უძლიერესი კონკურსანტი. კასტინგი ჯერ მხოლოდ დაიწყო და თქვენ უკვე გაიცანით ორ მაგარ X ფაქტორი ნინი. ნიჭიერი და მხიარული ძმები, გოგონების გულთამყრობელი ჯეიმს ვულფი და ქარიზმატული მამის, ქარიზმატული შვილი დიმა კობეშავიძე. მათ ვიდეოებს ჩვენს Facebook-ის გვერდზე ნახავთ. გაუზიარეთ თქვენი ფავორიტების ყველას. რეკლამის შემდეგ ლეილას აფრების როკ ვერსია. რატომ დაემუქრა გიორგი გაბუნიას კიდევ ერთი რუსთაველი? სემიონ, შენ ხარ. სტრელკაზე უნდა დავხდე დაბლა. ესე უნდა გაგიკეთო ყველაფერი, აი. მორიგის საქმის გარჩევა. აღმოჩნდა რომ თამთამ არ იცის ვინ არის ეკა ბესელია. ეკა ბესელიას ინგლისური გამახსენდა უცბად. არ ვიცი ეკა ბესელია ვინ არის, მაგრამ სხვებისთვის ნაცნობი ყველაზე ხმამაღალი შესრულება. ელენე ლოლაძე, სიმღერა დედისთვის. დედა ჩემს უნდოდა ყოველთვის რომ გამოსულიყავი სცენაზე.
ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნებული ლიკა შუბითიძე, იგივე შუბა. მეგრულად ამღერებული გიორგი გაბუნია. და ტელეწამყვანის ორეული. როგორ გავს გაბუნიას? ახალი კატეგორიების ახალი აღმოჩენები. გოგონების როკ ჯგუფი Vanilla Cage. და X-Factor-ში გამოპარული პატარა, დახვეწილი, ნიჭიერი მარიამ აფხაძე. ვისთან ერთად ხართ მარიამ? მე მარტო მოვედი. მარტო? X-Factor-ის კასტინგები გრძელდება. სურველები ჯერ კიდევ რიგს იკავებენ. წინ დიდი დღე გვაქვს. ყველამ ვიცით, ეს შოუ მოულოდნელობებით არის სავსე. ახლაც აშკარად რაღაც საინტერესო გველოდება. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს და ამიტომ კითხებს თუ დამისმა უკეთესი იქნება რა. ხარ საიდან ხარ და რამდენი წლის? ნინო წერეთელი, თბილისიდან 32 წლის. Sweat, baby, sweat, baby. დღეს მღერი ვარ ერთ-ერთ ცნობილ სიმღერას. ოღონდ ამ სიმღერას ვასრულებ ამ როკულ სტილში. როკის სტილში არ უმღერია არავის ეს სიმღერა. მაგრამ ამ სტილში იმღერებ მე. რა როკ სიმღერას შეგვისურვებ? ლეილას აფრები. ბრავო. როკი და ლეილას აფრები. ვაუ. საინტერესო. გისმენთ. ნინო, შენსკენ ვარ ყველა. შავი სხვა და სხვაზე თეთრი აფარები ამ საღამოს ერთად ვიყო არ დამიწყოს ხაბარები უარი არ გამიბედო თორე მაგრა და თორები ვეღარ ნახავთ სამოგენატრები თითქმის შავი სხვა სხვაზე თეთრი აფარები ამ საღამოს ერთად ვიყო არ დამიწყოს ხაბარები ხარდა რა ქვის გული ქონია ამაღი ხარ შენი თავი პრინცი ხომარ გონია ნინო შენსკენ ვარ ყველა ყვათა თეთრი თოლია უნდა გითხრა რაც კი გულში მქონია თითქმის შავი სხვა ყვათა თეთრი აფრები ამ საღამოს ერთად ვარ არ დამიწყოს ხაფრები აფრები არ დამიწყოს ხაფრები ნამდვილად არ მოველოდი არანაირად. საინტერესო ექსპერიმენტის მოწმე გავხდით. ეს რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, შეიძლება იყო დადებითი უფრო იმის გამო, რომ იყო სასაცილო თან პირდაპირ გეტყვი. მაინტერესებს ანრი რა სიტყვის, იმიტომ რომ ნუ აფრები არ ქონდა თანდორე აუცილებლად გაშლიდა, მაგრამ რაც ქონდა შლიდა ყველაფერს. არა, ნუ ეს ხალი არის ენერგოვამპირი. ენერგოვამპირი, ანუ აი ხო, წაიღო ჩემი ენერგია, პირდაპირ ჩემგან წაიღო, აფრებიც წაიღო, გემიც წაიღო, ლეილაც წაიღო, ყველაფერი წაიღო. აი თავში არ მინდის არაფერი ისე გამქეშა. ნინო, მე გეტყვი რომ გაქვს ძალიან დიდი ენერგია და მე პირადად მივიღე ეს ენერგია, არაფერი არ წაგიღია ჩემგან. არ ველოდი თან და მომეწონა. ყოჩა. ნინო, იცი როგორი იყო? აი ესეთი. მართლა არ ველოდი ესეთი ინტერპრეტაციით ამ სიმღერას. არ ვიცი რა უქენი სიმღერას გადაატრიალე, გადმოატრიალე და აბსოლუტურად სხვანაირად შეასრულე. და თელი დარბაზი აიყოლია, რაც მთავარია. გადავიდეთ შეფასებაზე.
ნინო, ჩემგან დიდი კი გაქვს. ჩემგანაც კი გაქვს აშკარად. მეც გეუბნები კის, რა თქმა უნდა. და წაიღე ჩემგან აფრად გაშლილი კი. ძალიან დიდი მადლობა და მიყვარხარ სიყვარული. 4 კი. თავგრუ დაგვახვია ამ გოგო. ცეცხლივით შემოიჭრა. აფრები აგვიფრიალა, აგვახმაურა და მეორე ტურშიც გადავიდა. მე მგონი დაგვაგიპნოზო. გეგრძელდება. ყველა ჩვეულებრივად გადის რეგისტრაციას. აი რაც შეეხება სემიონ ბურჭულაძეს, ის კასტინგზე შავი ვოლგით გამოცხადდა. X ფაქტორში აშკარად ეპოქების აღრება გვაქვს. La 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 გამარჯობა. გაგიმარჯვეთ. ვინ ხარ, საიდან მოხვედი გითხარი? ქალაქ როსტავიდან. მე მოვედი როცა მორმადგინო ჩემი სიმღერა. ქალს ერთი უნდა უყარდეს. ქალს ერთი უნდა უყარდეს. ეგა? არა მთელი ფარა. ვისთან ერთად მოხვედი? იმედია იქნებიან, აბა არ ვიცი. კარგი, თუ აქ არიან, იმედია შენი სიმღერით არ გააქცევ. არა, რატო საფრთხობელა ხო არა ვარ. კარგი, მოდი გისმენ. Женщина должна любить одного, а не целая стая. Я тоже люблю одного, и скрывать мне этого не надо. Плачь обо мне, красавец, своими черными очами. Если я тебя не увижу, как горный снег я растаю. Женщина должна любить одного, а не целая стаю. Я тоже люблю одного, и скрывать мне этого не надо. Я не буду бежать за тобой и не буду скрывать. რატომ გადაწყვეტეთ რომ ეს სიმღერა ასე დაგემახინჯებინოთ და გემღერათ სხვა ენაზე, როდესაც ქართულად ბევრად უფრო კარგად ჟღერს. აი რატომ? მითხარით, გამეცით ამაზე პასუხი. სად ქალს ერთი უნდა უყვარდეს და რა ფარაო. რავი, რუსულ ენაზე უფრო მომწონს. თან რაც თავარი არ დგება. აი წაიმღერეთ. Женщина должна любить одного, а не целая стая. აბა ეხა ქართულად თქვენით იგივე. სინამდვილე რო გითხრათ, სუდათ ვლაპარაკობ ქართულად. არანაირად არ ვლაპარაკობ სუდათ, მე ძალიან მომწონს. რავი, მე უფრო სიურპრიზი მინდოდა რუსულ ენაზე. სიურპრიზები, მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი გქონდა რუსულ ენაზე, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ რა გვარი ხარ? ბურჭულაძე. აი მით უმეტეს ორიანი შენ ბურჭულაძის კაცმა როგორ უნდა იმღერო ეს სიმღერა რუსულად. სემიონ, მე არ ვიტყოდი ამ სიტყვას, მაგრამ შენ თვითონ თქვი ეს ვიდრე სიმღერას დაიწყებდი და აი უნდა ვთქვა. შენ ხარ მუსიკალური საფრთხობელა. პირდაპირ გეუბნები არას. მეც გეუბნები არას. რა თქმა უნდა არა. სემიონ, მადლობა რომ მოხვედი, შენ 4 არა გაქვს. სემიონის სურპრიზი არ შედგა. სცენა კი მშვიდად დატოვა, მაგრამ გულში როგორი ბრაზი ჰქონია. საფრთხობელა ხარ. მე ვთხარი შენ მე მაგას გავმაგრად. სიმართლე რო გითხრათ, არ გეწყინოთ არავის. აი ესე უნდა გაგიკეთო ყველაფერი, აი. აი დღეს დაველოდები რომ დამთავრდება კონცერტი და სტრელკაზე უნდა დავხვდე დაბლა. ჯობია დამემაროს.
სემიონი კი იდგა და ელოდა. სულ ცოტა ხანში შოკის მომგვრელი და დამანგრეველი სიმღერა X Factor-ში. თუმცა მანამდე ცოტა ამოვისურვა. სცენაზე ეფექტურმა და გრაციოზულმა გოგომ შეადგინა. მოგესალმებით. გაგვეცანი რა ქვია? დალაკიშვილი ინგა. ვასრულებ მე რა ექერის without you. X Factor-ი გააქვს? არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ აღმოვაჩინო. არა და ჩვენ უკვე ვხედავთ ამ X Factor-ს, ხო? ხო, რაღაც მომენტებში ვხედავთ. გისმენთ. კარგი სიმღერა, ჩვენი ბავშვობა. იდგა მუსიკოსები ვხედავ რომ კრიტიკულები არიან შენს მიმართ უკვე რაღაც სახეებზე ასე ვკითხულობ. Obsession. ამ შემთხვევაში მე მიხარია რომ მუსიკოსი არ ვარ და უფრო დილეტანტის ყურით გისმენ. შენი სიმღერა ნამდვილად ცოტა დანაოჭებული არის, მაგრამ შეიძლება ჩაბოტოქსება და გასწორება ყოველთვის არა, შეიძლება. შენ ჩაბოტოქსებული ხარ, ჯორჯ? მე ჯერ არა. რაღაცა ვერ ვიტყოდი. კი ხარ პატარა ბავშვის უკანალივით კი გაქვს სახე დაჭიმული. შეიძლება ვთქვა, შესაბამისად იტყვაბამ მე გეუბნები კის. ინგა, არ მინდა შანსი, დაგიკარგო და მეც გეუბნები კის. აბა ეხლა გამოჩნდება გოგოები არიან თუ არა ქალთმოძულეები. შენ პროვოკაციებს არ წამოვეგები. ერთ-ერთმა მაინც კი უნდა თქვათ რომ გადავიდეს. მე ვამბობ არას. თამთა შენზე ახლა ყველაფერი დამოკიდებული. დაგეტაკა დარბაზი. არა. ქალთმოძულე ჟიური. კაცებისგან კი ქალებისგან არა, ინგა შენ მე გადახვედი შემდეგ. ინგა ძალიან დაგვრჩა სრულიად გაშტერებული დარბაზი. ორი კი ესროლეს ინგას ანრიმ და გიორგი და ორივე მოხვდა. თუმცა თამთას და სოფოს არა და გრაციოზული ინგა პროექტს ტოვებს. ბრავო. ბრავო! რატო არ გადაიყვანე? ერთ-ერთ აი ხა გაჩუმდი. დღე გრძელდება. შემდეგი კონკურსანტი ფოთიდან ჩამოვიდა. მოგესალმებით. გამარჯობა. მეგალხავარ დავით კუპრიაშვილი ფოთიდან 26 წლის. დათო, X Factor-ი ჩამოგვიტანე ფოთიდან. ისე კითხე, ხა X Factor-ი ჩამოგვიტანე ფოთის სპორტში გამბაჯება კი არ კეთდება X Factor-ში. გადამრიო. რა შეგვისრულებ? მე შეგისრულებთ ტომ ჯონსის რეპერტუარიდან სიმღერით დილაილა. დილაილა. მე მეგონა რომ sex bomb შეგვისრულებდი. მეც მეგონა რატომღაც აი მეგონა რომ sex bomb იქნებოდა. არა, ეგრე. არა, ეს სულ სხვანაირია. გისმენ. I
So the lights on the nights that are best by the window. As you listen me, I watched and we're out of my mind. My Delilah. შენ კი ხარ ესეთ Why, Delilah? So before they come to break down the door, I felt an love in my hand, she left no more. დავით უნდა ვაღიარო რომ დადებითი მუხტი მოდის შენგან, მაგრამ მაინც შემთთვის ყველაზე ბუნებრივად ჟღერდა ის მომენტი, როდესაც ამდი why X ფაქტორი არც განბაჟებული, არც განუბაჟებელი მე აქ ვერ დავინახე. ქართული რო გემღერა ჩემის აზრით ჯობდა, იმიტომ რომ შეგვისრულე ქართული მანერით ეს ინგლისური სიმღერა და ინგლისური არ იყო, რაღაც სხვა ენა იყო, ანუ გამოცელიას ინგლისური გამახსენდა უცხო. არ ვიცი გაბესელია ვინ არის, მაგრამ კარგი, დავიწყოთ შეფასება. ანრი, შენგან დავიწყოთ. ნუ მე სამწუხაროდ არასვამ. მეც არასვამ. მეც არა. მადლობა რომ მოგვიყვეთ. დავით ინგლისური დაუწოვეს. არებიც უთხრეს და მშვიდად დაატოვებინეს სცენა. თუმცა ნამდვილი შოკი წინ გვაქვს. არ არსებობს. გამარჯობა. როგორ ხართ? ჩვენ კარგად. აი უკვე ძალიან მაგრად ვარ. სახელი? თიკო. საინტერესოდ გამოიყურები. ნუ წელზევით მაგონებ მერლინ მონროს და წელსქვევით ბესელკებს. დავიწყეთ, მოვისმინეთ მერლინ მონრო და ბესელკები ერთად. ბარბარა. Streisand. რასაპირე პოლიტიკისთვის ემზადები? მზად არის უკვე ვიტყოდი. ისე კი მართალი ხარ. არა, მე ისე გავერთე, თიკო, ისე გავერთე. აი, პირდაპირ გეუბნები მადლობას იმისათვის, რაც შენ ახლა მე დამმართე. მაგრამ მე შემიძლია ხა ჩაგაძაღლო ადგილზე, არ არის პრობლემა. ერთხელ კიდე გააკეთე ის რა. აი, ის გამიკეთე. კარგი, მივიდეთ ლოგიკურ დასასრულამდე. არა. კი ზოგადად თქვენს პერსონაჟს, მაგრამ არა ამ შესრულებას. არა. ნუ მე მაინც გეუბნები კი ის, იმიტომ რომ ალბათ ამ პროექტში ასეთ კარგ ხასიათზე არასოდეს აღარ დავდგები. მიყვარხარ ანრი!
3 არა 1 კი. გაიხარე. დიდი მადლობა. ხალხო! ახლა უკვე ჟიურის ყველა წევრი ყველაფერში გარკვეულია. თიკო მიდის. თუმცა უკვე X ფაქტორშიც ყავს ყველაზე გამყინავი და შოკის მომღრელი. შემდეგი მეორე კასტინგი ძალიან ხალხმრავალი. მონაწილეებს დიდხანს უწევთ მოცდა. ზოგი დაიღალა. ზოგს საუბრით გახავს დრო. შემდეგი 17 წლის ელენი. ის X ფაქტორში მოვიდა იმისთვის, რომ დედის სურვილი შეასრულოს. მე ვარ ელენე ლოლაძე, 17 წლის თბილისიდან. კაცზე დიდი ხნის წინ იდეალი ქალი დავკარგე. ძალიან საშინელებაა, რომ დედას კარგავ, ესე თან წვალობ, თან ხედავ ამ ყველაფერს. დედა ჩემს სურდა, რომ ამგვარ პროექტში რაღაც წარმატებას მიმექცია და თუ არ მიყურებს, გრძნობს მაინც, რასაც ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. დღევანდელ ჩემ გამოსვლას X ფაქტორში დედა ჩემს მიუძღვნე. ელენე წამოდები შეჯერია. გადავალ, თუ არ გადავალ, მაგას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მე უბრალოდ მინდა, რომ ცადო. როგორც დედა ჩემი მირჩევდა, რომ ცადე და გადი. აჰა. გამარჯობა. რა გოგო მოსულა? გამარჯობა. მამაზო და მშვენიერო, აბა გაგვეცანით. ელენე ლოლაძე, თბილისიდან 17 წლის. რას შეგვისრულებთ? ჯონ ლეგენდის დედა მესე მითხრა, რომ არ ინერვიულია. მამა დეზერვიულო. All of me. კარგი. რას ფიქრობ, გაქვს X ფაქტორი? არ ვიცი მაქვს თუ არა, მაგრამ დედა ჩემს უნდოდა ყოველთვის რომ გამოსულიყავი სცენაზე და არ ვიცი მხედავს თუ არა დღეს, მაგრამ მინდა რომ ის გამოვიდა და რაღაც წარმატებას მიაღწია. ამისი. კარგი გოგო.
არის X ფაქტორი. ეს არის შემთხვევა, როდესაც აი ეს ცოტა ნახევარი ხმით, ძალიან თავშეკავებული ნამღერით, შენ აბსოლუტურად აი ამოაკირავე ეს დარბაზი ემოციურად. ბრავო. ჩემთვის შენ ხარ ერთ-ერთი ფავორიტი ამ კონკურსში. მე სიმართლე გითხრათ, ცოტა დამაკდარო, თქვენსავით არ მეტირა აქ. შევიკავე ძალიან თავი. ელენე, შენი დედა რა თქმა უნდა არ ცდებოდა, როდესაც უნდოდა რომ შენ სცენაზე გამოსულიყავი და შენ ძალიან სწორად მოიქეცი რომ აქ მოხვედი და მე ვფიქრობ შეუძლებელია, სადაც არ უნდა იყოს შენი დედა, შეუძლებელია მას ასეთი ნამღერი არ გაეგო. იშვიათად ცდებიან დედები და დედა შენ ნამდვილად გაუმართლე იმედები და სადაც არ უნდა იყოს დარწმუნებულია რომ ძალიან ამაყია შენ. არ ვიცი. მე ძალიან შემეხვდა მაგალითად, ძალიან შემეხვდა და სიტყვები არ ყოფნის რომ აღწერო თუ რა ემოცია გამოიწვიე ჩემში შენი არაჩვეულებრივი შესრულებით. მე ვთვლი რომ ყველა ყური რომელიც დღეს ამ წუთას ამ დარბაზში იმყოფება, აი რამდენია ხო? 1000-ობით ყური გისმენდა შენ ახლა ყველა ამ ყურით შენი ნამღერი მოისმინა შენმა დედამ. დიდი მადლობა შენ ამისთვის. ყველასთან ერთად მინდა რომ ვუთხრათ ელენეს გეოდებით ელენე შემდეგ კურსში. ნაქვამდის და ძალიან მადლობა ესეთი ემოცია. 4 ტი და ყველაზე ემოციური სიმღერა დედისთვის. ელენეს მთელი დარბაზი ტაშიდან ცილობს. ძალიან მაგარი გოგო იყო. ეს ემოცია იყო ნამდვილი თან ო, და ეგ. სასწაული. რა გოგო იყო, რა იყო. ამ ულამაზეს გოგოს მეორე ტურში შევხვდებით. ამასობაში სცენაზე კარგად ნაცნობი სახე შემოდის. ო, ვინ მოსულა, გამარჯობა. მე ვიცანი. ლიკა შუბითიძე, არაჩვეულებრივი გოგონა. მოგესალმებით ყველას. საიდან გიცნობა ანდრი მოგვიყევით? ვიყავით მუსიკალურ პროექტებში. შემდეგ მქონდა საქართველოსთვის ესე 6 წლიანი პაუზა. ცხოვრობ უკვე 6 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. და რატომ ჩამოხვედი? ჩამოვედი იმიტომ რომ ბავშვი გამიჩინა აქ. 2 კვირის წინ გაჩნდა გოგო ალექსანდრა. გილოცა. დიდი მადლობა და მინდოდა რომ ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე და რა ვიცი, გამიხარია რა ახლა. ასეთი პატრიოტი დედა მე პირველად ნახე ამერიკიდან რო აქ ჩამოხვალ და შვილს რო გააჩენა. My darling child, my მეუღლეს ვიცნობდი საქართველოდან, მაგრამ რეალურად ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო ნიუ-იორკში. მეუღლეც არის მუსიკოსი. ამერიკაში მაქვს ძალიან აქტიური მუსიკალური ცხოვრება. ნიუ-იორკში და სენტ-ლუისში თანამშრომლობ რამოდენიმე სტუდიასთან, სადაც ამ 6 წლის განმავლობაში გამოვიდა ჩემი 3 ალბომი. ჩემი საქართველოში ყოფნა ძალიან კარგად დაემთხვა X Factor-ს და რა ვიცი, სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას, თუმცა ნამდვილად ექსტრემალურ პირობებში მიხდება მონაწილეობის მიღება, რადგან 2 კვირაა, რაც გავაჩინე პატარა ალექსანდრა და ნამდვილად არ არის ადვილი ფორმაში ჩადგომა, რაც რეალურად ნელ-ნელა ხდება. შენ გენაცვალ. სასწაული, გაგეზარდ. დიდი მადლობა. გისმენთ ლიკა. მადლობა. Life as a fall to my knees. Bring it back, sing it back, bring it back, sing it back to me. Bring it back,
Sing it back, bring it back, sing it back to me. Bring it back to me. Can I control this empty delusion lost in the fire below? And when you come back, I'll be as you want me, only so eager to bleed. My little song will keep you beside me, thinking your name as I sing. Bring it back, sing it back, bring it back, sing it back to me. Bring it back, sing it back, bring it back, bring it back, sing it back, bring it back, sing it back, bring it back. Დიდი მადლობა. გამაგარია. ძალიან მომეწონა თქვენი ვერსია. საინტერესო იყო და ამ სიმღერის ესეთი ტრანსფორმაცია, არ ვიცი, აი ძალიან შემეხო. ძალიან ფაქტურული ხარ და აი გძნობ იმას, რასაც აკეთებ და ამას აკეთებ ისე, რომ ჩვენამდე ეს მოდის. აი შენი შინაგანი თავისუფლება, ცოტა პროტესტიც, მე მგონი ჩანს რაღაცა ეს პროტესტიც, აი ამ ყველაფერში გამოავლინე, რაღაცა ძალიან მაგარი იყო. აი ეს ემოციური მხარე, ხოჭა. ეს ჩემთვის არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მუსიკალურობის. მე მადლობას გეუბნები იმისთვის, რომ შენ დაბრუნდი საქართველოში, მადლობას გეუბნები იმისთვის, რომ შენი შვილი საქართველოს მოქალაქეა. მადლობას გეუბნები იმისთვის, რაც დღეს გვაჩვენე და რაც მთავარია, მადლობა იმისთვის, რომ ასეთი რთული ამოცანა ასე ბუნებრივად წარმოადგენდნენ და ეს ყველაფერი იმდენად ორგანულად არის ერთმანეთთან შეთავსებული, რომ არ ვიცი, ნამდვილად პატარა მარგალიტი დევს, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს ახლა სცენაზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, მადლობა. დაე 4-ჯერ გაიგონოს ის, რაც ძალიან გაუხარდება ყველას. კი, 1. კი. 2. კი. 3. 4 კი. უღმესი მადლობა. საქართველოში დაბრუნებულ უნიჭიერეს ლიკას 4 კი. ეთვიც არავის ეპარებოდა, რომ ეს ძალიან მაგარი გოგო კიდევ ერთხელ მოხიბლავდა ყველას. ახლა უკვე X Factor-ში. აი რაღაცა ორიგინალური ვერსიით რომ მოვიდა უკვე ძალიან მემუსიკალურება ეს ქალი. ხო. საინტერესო ქალია. ძალიან მიხარია. ლიკა შუბითიძე, იგივე შუბა. X Factor-ის გოგონების კიდევ ერთი გამორჩეული და ძლიერი სახე. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ ნახეთ ძალიან ნიჭიერი ლიკა შუბითიძე, ელენე ლოლაძის ყველაზე ემოციური გამოსვლა. ორმაგად X Factor-ი ნინი ბრეგვაძე, ხიარული ძმები გულაშვილები, გოგონების გულთამწყრობელი ჯეიმს ვულფი და ქარიზმატული მამის ქარიზმატული შვილი დიმა კობეშავიძე. მათ ვიდეოებს ჩვენს Facebook-ის გვერდზე ნახავთ. გაუზიარეთ თქვენი ფავორიტების ქვებს და გველაიქეთ და გვემეგობრეთ. რეკლამის შემდეგ მეგრულად ამღერებული გიორგი გაბუნია. და ტელეწამყვანის ორეული. მე როგორ გავს გაბუნიას? ახალი კატეგორიების ახალი აღმოჩენები. გოგონების როკ ჯგუფი Vanilla Cage. და X Factor-ში გამოპარული პატარა, დახვეწილი, ნიჭიერი მარიამ აფხაძე. ისთან ერთად ხართ მარიამ? მე მარტო მოვედი. მარტო? X Factor-ის მეორე კასტინგი გრძელდება. აქ კონკურსანტები მთელი საქართველოდან ჩამოდიან. ჯაბა მანია სამეგრელოს წარმომადგენელი, თუმცა ყველაზე მეტად X Factor-ის ჟიურის მეგრელი წევრის ეშინია. მე ვარ ჯაბა მანია, ქალაქის ზუგდიდი. და სტროგიაო გამიგია, გაბუნიაო.
მეგრელობა ამ შემთხვევაში არ ჭრის, რადგან თითქმის ნახევარზე მეტი მეგრელი არის სიმართლისკენ. მეგრელები არიან აქ? გაია. მე აგე ვერ მხედა. შენ თავარი მეგრელი ხარ ახლა ჩემს. აბა და იაზე მთავრდება ჩემი გვარიც. დაგგვიმღერე. მეგრული პოპური, მაგრამ გადაკეთებული, ანუ რეგე. როგორ? რეგე სტილი მეგრული სიმღერა. არანაირი რეპი, რეგეა. დაიწყეთ. სამარგალო გვალო შვარე, ჩქიმდი და დოჩკი მუმარე, სამარგალო გვალო შვარე, ჩქიმდი და დოჩკი მუმარე და არტიკოჩი ქუმორთუ და ოსუძგირი გენქია. ხო. ჯამსულო ჯამსუ ანუ შენ იცი მეგრული ცოტა? არა, საერთოდ არის. შენ უნდა იცოდე მე მეკითხა. ჯამსულო ხოლო ქუმჩკი მუმას. სამარგალო გვალო შვარე, ჩქიმდი და დოჩკი მუმარე, სამარგალო გვალო შვარე, ჩქიმდი და დოჩკი მუმარე და საქართველოს ჩემი დედა და მამა, მაგრამ სამეგრელო განსაკუთრებით. მადლობა დიდი. ჯაბა. მე მინდოდა ძალიან რომ აკოლოდი, მაგრამ ჩემ და სამარცხინოდ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რომ მეგრული არ ვიცი და ვერ აყევი. სირცხული იქნება ისე რომ გაგიშვა რომ ამაში არ აყვე. ჩამაწერინა ახლა როგორ არის? სამარგალო გვალო შვარე მე გავიგე. ნევა. სამარგალო გვალო შვარე. გვალო შვარე. შვარე. მერე? ჩქიმ დიდა და ჩქიმ მუმარე. აი, ჩქიმ ვიცი. ჩქიმ დიდა და ჩქიმ მუმარე. კაი. მაგარიანა გვაქვს ძალიან. ამყევით თქვენს მომეხმარეთ. 1 2 3 სამარგალო გვალო შვარე ჩქიმ დიდა და ჩქიმ მუმარე 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 და ჩავაბარე მეგრულის გამოცდა? მე ვერ ვიტყოდი რომ ჩააბარო, უბრალოდ ეხლა შენ მეგრელებთან ფულები დაიწერ, გიორგი. ვიცით ერთმანეთის გატანა. მეგრელები მეგრელთან ფულებს არ ვიწევთ ხოლმე. გაცვა. კარგი, ეხლა ნახოთ ჯაბამ გაიარა თუ არა გამოცდა. მე მომეწონა ის კოქტეილი, რომელიც შემოგთავაზა ჯაბამ რეპის, რეგეის და მეგრულისაც. მათ შორის, მაგრამ მეგრულით რომ მოვაშოროთ, რომ ვიყო ობიექტური, მაინც მომეწონა და ვფიქრობ, რომ არაფერი დაშავდება და მხოლოდ შეემატება ჩვენს პროექტს, თუ ჯაბა გადავა შემდეგ. ეხლა გამაბრალებენ, ვიცი რომ ეს მეგრელის გატანა უნდაო, მაგრამ თუ ასეა. კი თუ არა, თუ მიხვდებით. კი როგორ უნდა ვთქვა მეგრულად? ხო. ხო? კაი, როგორ არ გწვენია, კიც არიცი როგორ არის მეგრულად. თუ როცა საჭიროა, ხო ვიცი ხო ხედავ. ერთი შემიძლია გითხრა ონჟღორო ვაიჭკუნო. როგორ არ გწვენია? ხო ბაბუგეს, ვცდილობდი რომ ბაბა ჩემს უბედი. ხო სწორად ვუთხარე. ჩემგან ერთი ხო. აბა დიდი. ვიტყვი ქოს. ნუ რა, ხო იყოს ჩემგანაც ერთი ხო და ნახოთ რა სიზონი. რა გაიწყობა 4 ხო გაქვს. მადლობა დიდი. მადლობა დიდი. ფანტონი ვაფრო. აბა ხალხო. ჯაბამ 4 ხო მიიღო. მეგრული სიმღერა გადამდებია. საიდან იცი ხო გრძნობდი მე გეუბნებოდი შენ რომ მეგრული იცი. იავნანას მიმღერის. რა სიტკბუ აქვს მეგრულ სიმღერას, რა სიტკბუ აქვს. არა, ისა, გაბუნი არ გეპატიება მეგრულის არცოდნა. რაგინა მეგრულად ვიმღერე უკვე. დასაწყისი კარგია. სულ ცოტა ხანში თქვენ გაიცნობ გიორგი გაბუნიას ორეულს. ვაი, როგორ გავს გაბუნიას? მანამდე კი ერთი ჯიგარი კახელი ემიგრანტის ჯერი მოვიდა. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება თქვენი სახელი გვარი, რამდენი წლის ხართ? მე მქვია გიგი კუკუნაშვილი და 23 წლის ვარ. საიდან ხართ? დავიბადე საქართველოში, თელავში, მაგრამ 2 წლიდან ცხოვრობ რუსეთში, 20 წელზე მეტია. და აბა ქართველი ხო ყველგან ქართველია და ვეღარ გავზელი რა საქართველოს მომენატრა და ჩამოვიდი რომ მიიღო მონაწილეობა X Factor-ში. მიუხედავად მაგისა რომ ცხოვრობ მოსკოვში, სარატოვში, მე მგონი ჩემი
ქართველობა და ჩემი კახელობა არ დამიკარგავს რა. ჩამოვიდნენ რომ ცოტა რა მოგიგდა ბიჭო გახსოვს სიტყვები კიდე მახსოვს ეს მაგრამ ნელ-ნელა ვიხსენებ მომეცი დრო გასვა წელი არ მილაპარაკე მალაპარაკე ცოტა ხანი ისე ყველა ნათესავებმა რომ გაიგეს რომ ვაპირებ აქ ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა შემიკრიბეს ჯარი რა ჩამოიყენეს დეიდა მამიდა დეიდაშვილი მამიდაშვილი ჩემი სიძე ყველა მოვიდნენ რომ გუშინ კრიბა მინდა რომ გამიცნოს ქართველმა ხალხმა მაინც მინდა გამიცნო იმიტომ რომ პირველ რიგში მე ხო ქართველი ვარ ომში კი არ მიდევარ სარატოვიდან ჩამოვფრინდი ზუსტად მაგისტრის რომ მიიღო მონაწილეობა X Factor-ში. ხოდა? ძალიან მაგრამ მოყვა. ძალიან დადებითი ადამიანი ხართ, უკვე დაიმსახურეთ ჩემი სიმპათია. თავარია როგორ დაიმსახურებს თქვენი სიმღერა ჩვენს მოწონებას. რა იქნება ეს? უნდა ვიმღერო Bon Jovi-ის უკვდავი ჰიტი It's My Life.კვდავი ჰიტი? Bon Jovi-ისკვდავი ჰიტი. მომწონს. დავიწყოთ. Milad Gabriela Cartula. This was a song for the broken-hearted. The silent prayer for the faith departed. I'm gonna be just facing the ground. You're gonna hear my voice when it shines out loud. It's my life, it's now or never. I'm gonna live forever. I just wanna live alive. My heart is like an open highway. Like Frankie said, I did it my way. I just wanna live alive. 'Cause it's my life. Tomorrow's getting hard to make no mistake. Lucky never lucky, gotta make it out break. It's my life and it's now or never. And I ain't gonna live forever. I just wanna live alive. My heart is like an open highway. What Ricky said I did it my way. I just wanna live alive. You know what? 'Cause it's my life. Bravo Gigi! ეს იყო რაღაც. იცი რა არის გიგი? გარდა იმისა, რომ გაქვთ არაჩვეულებრივი ხმა, სუპერ ენერგეტიკა, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და გძნობ, რაც მთავარია, რა ზმღერი, ძალიან მაგარი იყო. დიდი მადლობა. ვერ ვითმენ მინდა ვთქვა. იმდენად, აი დარბაზი დამეთანხმება, იმდენად სხვა პიროვნება გამოხვედი თავიდან. რომ მე მოვემზადე სიმართლე გითხრა ისეთ შენი უშუალობით რაღაცა ცოტა გაფანტულობით რომ ეხა ეს რაღაცა უბედურებას ჩაიდენს და საშინელებები ვუთხრათ მაგრამ ეს იყო შემთხვევა პირველად მთელი კასტინგის მანძილზე როდესაც ადამიანი ისე გარდაიქმნა სიმღერის დროს რომ მე ცოტა ყბა ჩამომივარდა ბრავო ეს იყო ფანტასტიკა შევარდე სახეზე ვარელო შენ ისე ხმამაღლა გამოაცხადე ახლა Bon Jovi-ის უკვდავი ჰიტი უნდა შევასრულო რომ მე ვიფიქრე დღეს მოკვდება ეს ჰიტი მეთქი აქ ამ სცენაზე ჩვენ თვალწინ მოკვდა კი არა ეხლა გახდა უკვდავი თუ გახდა წრუწუნასავით ხარ რომელიც უცებ ბოლოდნელად ლომივით ღრიალებს ფაფარშლის ისევ რა დაუბრუნდა თავის თავს ხო ეხა დაუბრუნდა ეხა დაუბრუნდა ისე მე თამამად ვიტყვი პირველ კის მეორე კი მესამე კი. მე ვამბობ უკვდავ კის. დიდი მადლობა. გეოდები შემდეგ ტურში. ნათესავებთან ერთადო. აბარა ნახავთ. ესეც 4 ჯიგარი კი.
ღიმილიანი კახელი ბიჭი მეორე ტურშია. ღირდა მთელი ჯარის მოყვანა ნამდვილად. და ახლა სანათესაოს მთელი ჯარი უნდა გაახაროს. ამ ბიჭს თვარე კირჩხიბში ყავს. აიმე. დაიწყო. და ლომი წრუწუნაში. გაბუნია მომითხრა ლომი ვიცაღრიალეფო და წრუწნასვეთ გამოიყურები თავიდან რომ მინდა ეხა დავამტკიცო და უთხრა რომ ძალიან მიხარია. წინ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გვაქვს. სცენაზე მომდევნო კონკურსანტი შედის. თითქოს ცოტათი ნაცნობი. აი როგორ გავს გაბუნიას? მეტა ერთი გაბუნი არ მყოფნი და ეხა ორი გაბუნია მოვიდა. ძალიან გავს. სად რა ადგილი? ბევრი ადგილი. რა ქვია? ლევან ივანოვი. რას გვიმღერებთ? Frank Sinatra's Strangers in the Night. დაიწყეთ. მიდი გაბუ, მიდი. Strangers in the night, exchanging glances, wandering in the night. What were the chances we'd be sharing love for strangers in the night? Ever since that night we've been together, lovers at first sight, in love forever. ლევან რატო გამიჩერე? მე მიზეზი მაქვს, იმიტომ რომ ადამიანი თვითონაც წვალობდა და ჩვენც წვალობდით. მე არ წვალობდი. ეს არ იყო ხა ის ნამღერი, რომელსაც ეძებს ეს პროექტი და ვეძებ ჩვენ. ხა დამეთანხმეთ. მე მინდა მომღერალი გაბუნია. სოფო. მე გიმღერებ კულისებში მე. You're just too good to be true. Can't take my eyes off of you. You be like heaven to touch. I wanna მე ვამბობ კეცი. at long last. ვაი მე ქალებო ეს რა ამბავი ხდება. რაო? არაფერი ხუმრა. მე ვფიქრობ ლევან რომ ერთი გიორგი გაბუნია სრულიად საკმარისია ამ პროექტში, თანაც ისეთი რომელიც არ მღერის. არა. ვამბობ არას. ამთა. ლევან არა ჩემგანაც. დიდი მადლობა, კარგად იყავით. You are always in my heart. მიუხედავად სოფოს დიდი სიმპათიისა, ერთი გიორგი გაბუნია ამ ეტაპზე საკმარისი აღმოჩნდა. ეს მაინც გავს. მე მაჩვენე გეტყვი. არა, ეგ არ გავს, ის უფრო გავს. ის უფრო გავდა. Strangers in the night was so inviting, something in your smile was so exciting, something in my heart told me I must have you. Have you sir? საით გაიხედე მაინც ვერ მიხდი. ორივე მხარეს. გიორგის მაინც მოუწია გოგონების დარწმუნება, რომ მომღერალი გაბუნია უკვე არსებობს და ის ერთადერთია. ხო არ მგავს. ეხ გიორგი, სანამ გემღერება, იმღერე. სემიონი კი ისევ დგას და გელოდება. დღე გრძელდება. სცენაზე გასასვლელად გოგონების ჯგუფი ვანილა კეიჯი მზადდება. ეს კატეგორია წელს სიახლეა. ნახოთ რა სიზამენ როკერი გოგონები. მოგესალმებით.
გამარჯობა. საინტერესოდ გამოიყურებით უკვე ძალიან. მიდრე ხმას ამოიღებდეთ. ვინ ხართ? მე ვარ თეო ჩიტიშვილი, ჩვენ ვართ ჯგუფი Vanilla Cage. სასიამოვნოა. საიდან მოდიხართ? მე ვარ ბათუმელი. მარიენცი და მიმი თბილისიდან. მოიცა და რეპეტიციებს როგორ გადიხართ ხოლმე? ტელეფონით ურეკავთ ერთმანეთს და ტელეფონით. აი ეგრეც ხდება კი. ცხოვრობ ამ ლამაზ ქალაქში, რომელსაც ქვია ბათუმი. ბათუმში მიწევს ყოფნა, იმიტომ რომ ვსწავლობ, ცოტა რთულად არის რეპეტიციების ამბავი, სკაიპით გვიწევს ხოლმე რაღაც მუშაობა. აი გაჩერებებში რო იყოს წვილი, რაღაც ეგეთი. ამ ხელა მანძილი ვაშორებს და ძალიან რთულია რა, ანუ ყოველ კვირაში მატარებელზე დაჯექი, ჩადი, ჩამოდი, თან ერთი დღით მიწევს ხოლმე, ანუ მაქსიმუმ 2 დღით ჩასვლა მეც ვერ ვახერხებ. მოიგატრები. მიყვარხარ. ესე ვწვალობ, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ და მიღირს წვალება. და აი ვიცი რომ აუცილებლად ადრე თუ გვიან ალბათ დაგვიფასდება ეს ყველაფერი შრომა. It's too late to change your mind. You let loss be your guide. It's too late to change your mind. You let loss be your guide. Ocha, ismet. While you've been coughing, I've been drinking now. I got something, gonna sell yourself, taking on the taking on the moon. Bravo! პირველი შოკი იცი როდის მივიღე რომ გამოხვედი ესეთი ქალური რაღაც ისეთი საუბრით და უცებ სიმღერის დროს ისეთი მონსტრი გახდი რომ ეს არის მამაკაცის ენერგეტიკა, ასეთი ენერგეტიკა ქალებს არ აქვს. ჩემთვის მადლობა. სუპერ, ბრავო. აუდიოსლეივის ეს სიმღერა მამაკაცებისთვისაც კი ძალიან რთული და სარისკო სამღერია. თქვენ რომ გარისკეთ, 4 გოგომ უკვე რამდენს ნიშნავს და მithumetes როგორც შეასრულეთ და რაც ყველაზე კარგია რომ ამართლებთ იმ მოლოდინს რომელიც იქნება თქვენი გამოსვლით სცენაზე. ძალიან დიდი მადლობა. მე აღფრთოვანებული ვარ ნამდვილად. ძალიან მაგარი იყო. 4-ვე ძალიან მაგრები ხართ, მაგრამ მე მგონი შენ გიჭირავს აი ესეთი კოზირი და უღრმესი მადლობა. დავიწყოთ მაშინ შეფასება. მე რა თქმა უნდა სრული დარწმუნებით ძალიან დიდ კის გეუბნებით. მე ვამბობ კის. რა თქმა უნდა ჩემგანაც კი გაქვთ. 100%-იანი კი არა და 1,000,000%-იანი კი. თქვენ გაქვთ 4 კი. დიდი მადლობა. Theos და Vanilla Cage 4 კი. ესეც ბენდების ახალი კატეგორიის ახალი აღმოჩენა. აი ეს გამოსვლა ნიშნავს X Factor-ს. ეს ქარიზმა ის, რასაც ჩვენ ვეძებთ. ბუნებრივი როკსტარია ეს გოგო. ვაუ, ძალიან მაგარია. აი საერთოდ არაფერს არ ცდილობს. 2 სექტემბრი მოდის. კარგი გოგო.
კი, ძალიან. დაიმახსოვრეთ ეს სახეები. ამ გოგოებს კიდევ ბევრჯერ ნახავთ. ვანილა კეიჯის ძალიან მაგარი და ენერგიული სიმღერის შემდეგ პატარა ნაზი გოგოს ჯერი მოვიდა. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ მარიამ აფხაძე 12 წლის თბილისიდან. ვისთან ერთად ხართ მარიამ? მე მარტო მოვედი. მარტო? დიახ. რატო მარტო? 12 წლის მარიამი X-Factor-ში გამოიბარა. ჩემი მშობლები მუშაობენ და ამიტომაც მოვედი მარტო. ჩემით ვუვლი თავი, ჩემით მეცადინეობ, ჩემით ვახერხებ, რომ გავაკეთო საჭმელია რაღაცა. და ვცდილობ, რომ ჩემს მშობლებს დავახედრო სახლი მოწესრიგებული. ძირითადად საერთოდ კომპიუტერს ვსივარ ხოლმე, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრება ძალიან მომწონს, ძალიან კარგად ვარ შეჩვეული და გონი ეხლაც არ გამიჭირდება მარტო ყოფნა. მიჩვეული ხარ ეხლა? დიახ. შენ მიკროფონი წავა. წესით არ უნდა მისაყვედურონ, რომ ამ პროექტში გამოვედი და მივიღე მონაწილეობა. როგორი თამამი გოგოა? მას საინტერესოა. რას გვიმღერებ? Gershwin's Summertime. Wow, time. აბა გისმენ. The cotton is high. You'll take this wish, and your mama's good looking. So hush, little baby. Don't you cry. One of these mornings you're gonna rise up singing. Christmas and Bravo, Mariam! მოიცა? Bravo, Mariam! სოფო მოდის შენთან. ყვავილები რომ მქონდეს გაჩუქებდი, მაგრამ აი ეს გავაკეთე და ეს გავაკეთე. ძალიან მაგარი გოგო. მე მინდა ვთქვა, რომ ესეთი შესრულება ამ ასაკში ცოტა არ იყოს მოლოდნელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ურთულესი კომპოზიცია, ჩამოყალიბებული პროფესიონალივით იმღერა. ბრავო, მარია. აი ამ სიმღერას აქვს რაღაც მაგია, რომელიც არ უნდა იმღერო აი ესე პუბლიკისთვის. აი ისე кайფობდა ეს ბავშვი ამით, რომ გავგიჟდი, ბრავო. არაჩვეულებრივი იყო. თავისთვის რო იყო რაღაცა. ანრი, შენ გააქვს ეგეთი სიმღერები პუბლიკას რა უნდა იმღერო და შენთვის? კი, აბაზანაში როცა ამღერი. მარია, მაგ რატომაც არ არიან შენი მშობლები უკვე მივხვდი, მე მგონი არც ნერვიულობდნენ, იცოდნენ რასაც გააკეთებ და უთხრათ მას. უთხრათ. ის რაც ერთად უთხრათ? 1 2 3. კი! მადლობა. 4 ერთსულოვანი კი. ამისთვის ნამდვილად ღირდა გამოპარვა. პატარა ნაზმა მარიამმა სრულიად დარბაზი მონუსხა.
12 წლის ფერიასავით გოგოს აღმოაჩნდა ის ძალა, რასაც X-ფაქტორი ეძებს. ნიჭიერი ბავშვი. ეხლა ეს ძალიან მაგარი ამბავი უკვე მშობლებმაც უნდა გაიგონ. X-ფაქტორში ვიყავი და გადავედი და ხო არ გამიბრასდები. მადლობა და 4 კი მაქვს. ZZ 2 აღმოჩენით დასრულდა დღევანდელი კასტინგი. თანაც 2 ახალი კატეგორიიდან: გოგონების უმაგრესი ბენდი Vanilla Cage და პატარა, საყვარელი და უნიჭიერესი მარიამ. ეს იყო გამორჩეული კასტინგი. ჩვენ ნახეთ ძალიან მაგარი ბიჭები. ძალიან მაგარი გოგოები. აღფრთოვანებული დარბაზი და უზარმაზარი ენერგია. აი ეს არის X-ფაქტორი. შემდეგ ორშაბათს შოთიკო ტატიშვილი და მისი ცნობილი გულშემატკივარი მამა. პანკების ბენდი Duct Tape და მათი თანამედროვეები. თორმეტი წლის ირაკლი და სიმღერა შეყვარებულისთვის. კობუჩი ქარჩავა, ფინალური ათვლა. რეპერი ყვავი და სიმღერა მარიხუანა. რაუნდო და ეკა უშიტაშვილს X-ფაქტორში. ეს ის ეკა, რომელმაც მე გინებაში გადამისწრო. გურამ საყვარელიძე და მისი გულშემატკივარი თუთიყუში. რიგითი ნაკაშიძე ბათუმიდან. და სოფო ბათილაშვილი. კიდევ ერთი აღმოჩენა ბავშვების კატეგორიიდან. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა X-ფაქტორის კასტინგში. დიდი მადლობა.